პეტრე მელიქიშვილის გამზირზე 13 ნომერში ცნობილი მუსიკათმცოდნე პედაგოგის ევგენი მაჭავარიანის მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები იმყოფებოდნენ. მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ ევგენი მაჭავარიანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ვიდეო კოლაჟის ჩვენება კინოსახლის დარბაზში შედგა. ევგენი მაჭავარიანი, ჟენა მაჭავარიანი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკათმცოდნე და რაც მთავარია ტელეჟურნალისტი, რომელმაც ნამდვილად ეპოქა დატოვა. ძალიან ბევრი ისტორია უკავშირდება ტელევიზიიდან, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მოგზდევს, მაგრამ მაინც ყველაზე ცნობილი ალბათ არის 1979 წელს ბიბი კინგის სტუმრობა საქართველოში, რომელიც ასევე ლეგენდარული კონცერტი იყო ფილარმონიაში. ბატონი ევგენის ცნობილი ინტერვიუ, რომელიც რჩება ერთ-ერთი რაღაც რელიქვია და როგორც ინტერვიუს, ასევე ძალიან მაღალი კლასი და მე მიხარია, რომ ამ არქივს ინახავს პირველი არხი. მე მასთან ერთად რამდენიმე გადაცემის გაკეთება მომიწია და ძალიან მინდოდა რომ ეს ადამიანი ყოველთვის ყოფილიყო მოსაგონარი და საპატივცემულო და ამიტომაც გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა პატარა ვიდეო კოლაჟი და მემორიალური დაფა. და კმაყოფილი ვარ რომ ეს გავაკეთე მეც და ჩემი სტუდიის პიონერ ფილმის წევრებიც. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი წვლილი შევიტანი ამ საქმეში და სწორედ ჩვენი მიზანი ის იყო, რომ ბატონი ევგენი მაჭავარიანისთვის დიდი პატივი მიგვეგო და წარმოგვიჩინა მისი ღვაწლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თაობა იცნობდეს ამ პიროვნებას სიღრმისეულად.